არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კოალიციას ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე დაიკითხა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, კითხვები ძირითადად მის მიერ ჩაწერილ ვიდეოს შეეხებოდა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არჩევნების შესაძლო გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე საუბრობს. პროკურორის განცხადებით კი ჯაფარიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა და რაიმე კონკრეტული ფაქტი, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მიუწოდა. გუშინ კი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაკითხეს ლონდა თოლორაია, ნათია მეზრიშვილი და მამუკა ხაზარაძე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროკურატურას არ ენდობიან და სწორედ ამიტომ მოითხოვეს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა. პარალელურად სახელმწიფო გუნდმა პროკურატურაში მორიგი მტკიცებულებები წარადგინა, საუბარია 102 კონკრეტულ შემთხვევაზე. დავწერე, სადაც ხვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები და რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების მისამართების, სადაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს არ მხოლოდ პროკურატურა შეიძლება ნახოს წყება მტკიცებულებებისა. ეკითხებოდი რა კონკრეტულად შენ თუ იცი ეს და მე დამკვირვებელი არ ყოფილა ამ შემთხვევაში, ამიტომ მე მითითებდი იმ მისამართებს ვებგვერდებს, სადაც დევს ეს მასალები, სადაც შეიძლება ნახო. როცა მეკითხებიან რაღაცა იცით რა კონკრეტული ადამიანი რა პირობითად რომელიღაც რაღაცა მარკირება მოიცილა, მე არ მინახია, მაგრამ ვიდეოდებს ინტერნეტში შეიძლება ნახო როგორ იწმენს ადამიანი მარკირებას თითიდან. თუ მეკითხები რაღაცა ერთი ადამიანი დადიოდა თუ რა სხვადასხვა უბანზე დააძებდა ხმას, მე არ შემხვედრე ეგეთი, მე მარტო უბანზე ვიყავ და მიეციხლა, მაგრამ ვიდეოდებს, სადაც ჩანს ეგეთი ადამიანი. ყველა შეკითხვა დაკავშირებული იყო საჯარო წყაროებთან, რაც ისედაც დევს და ეს არის გამოძიების უფლებამოსილება და ვალდებულებაც, რომ საჯარო, ასე ვთქვათ, წყაროებიდან ამოიღოს და მოიპოვოს ინფორმაცია და საერთოდ მე თუ მკითხავთ, ახლა გამოძიება უნდა მუშაობდეს კონკრეტულ პირებზე, რომელიც ამ ვიდეო კამერებში ჩანს, მათი პირების დადგენაზე და არა პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაპარებაზე და საჯარო ინფორმაციის შესახებ კითხვების დასმაზე, იმიტომ რომ რეალურად გამოძიება ტარდება კონკრეტულ შემთხვევის ადგილებზე და არა რაღაცა საჯარო წყაროებში არსებულ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე მოწმეები, რომელიც გამოვკითხეთ, ანუ პირველი წყარო, ვინც აკეთებდა განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კონკრეტული დამკვირვებლის სახელი და გვარი არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომელიც დასაქმებული არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ ან დავკითხავთ სასამართლოში.